ცეტოლა ესასწავლე და მოვიდა ეს მთავრობის წევრები როგორც შევია დიდ დღესასწაულებზე დიდი კელეტრებით ხელში იდგენ წინ მეტიც ამბიონზე ავიდნენ რა ისე ვავიდნენ საკითხაოს უყველანი რა ამბიონზე იქ რაღაც განცხადებები გააკეთეს რა გეუბნებით რა ეს არის უკანონობა არ აქვს უფლება საერო პირს ამ წმინდა ადგილიდან იმართოს ხალხს ეკლესიაში რა მათ აქვს ამისთვის საერთოდ პრეზიდენტს აქვს საპრეზიდენტო სასახლე საპარლამენტო შენობა იმ ფიზიკას თავისი სამინისტრო და ფერი ამბავები რა ყოველად დაუშვებელი და უკანონო რამეა ეხლა ვინმე იყოს კარგი ეხლა რა მოხდა ბოლო რა ეხლა მე აგიხსნით თქვენ რა შეასახე რა ეხლა ის როგორ არის მთელმა საქართველოსთან მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ მორიგჟეს უსინდისო დაკავდა არჩევნები რა ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევნებზე არ მოვიდა ეს ხო ჭეშმარიტება და რა გამოდის ეხლა მე გეტყვით პედრო გამოდის რომ იმით მათი მოსვლა და ეხლა ამბიონზე ასლა მიყოლაფერი ეს და დალოცხა და ყველაფერი გამოდის რა რომ ეკლესია ამ დიდი ტყუილის თანამონაწილე ხდება ეს მითქვენ და ღმერთმა დაგვეპაროს ამისაგან რა ღმერთმა დაგვეპაროს რა ეს არის ყოველდღე დაუშვებელი რა ისე იგი სტროგორ არის რა ჩვენ ესე დროში ცხოვრობთ რომ საერთოდ აი ეს ფარისეულობა და ტყვილი გახდა რაღაც სამიზიტო ბარათი ჩვენი დროისა რა სამიზიტო ბარათი რა მაგრამ ეხლა კი ბატონო კაცო რას გინდა გააკეთე მაგრამ ეკლესიას რატომ აკრეპა ტყვილში მათ სჭირდებათ რატომ სჭირდებათ ისე თქვენ რომ ამ ყველაფერი იყო მთელი ხალხის წინაშე ეს კანონობა მოხდა ეს ტყვილი და გაყალბება როდან აინახეთ ესე რომ ვაკრიტიკებდო აგერ ჩვენ ეკლესიაში ვიყავით აგერ არავინ არის მისაკლებურა არავინ არაფერი ყვა პირიქით ამბიონზე საგვიყვანეს და ამბიონზე რა როის ხაუსება მათხოვარები ეკლესიის ამბიონზე თან სვეტის ხოველში რომელიც არის გული ჩვენი საქართველოს გულია რა აი ესე ნელა და შეუმჩნევლად ეს ტყვილი შედის ჩვენ ცხოვრებაში რა და ფარისეულობა რა ეს არის დაუშვებელი რა და ესეც უნდა ვიცოდოთ რომ ძალიან მალე ქართული ხალხი რომ ამ ყოველთვის განაჩენს გამოიყენს და მე უკვე ბევრმა ადამიანმა უნდა აქვს ამის გამო პასუხი რატომ იქნა ჩუმად რა ეხლა შეიძლება ვინმე თქვას იმარა მამა გიორგი რა ქვეყანა სამდელოება იყო და თეთრები ყველაფერი იმათმა არაფერი არ ამხელეს ავსაკვირდეს თქვენ ვინ მოგცეთ ამ ფილების უფლება მე გეტყვით თქვენ ეხლა ვინ მოგცეთ ამის უფლება გეტყვით ეხლა რა აი ვის გამიგე ეს უცხოა აი ვინ მოგცა მე ამისთვის ძალა და კურთხევა ერთი რამის საბოლოოდ უნდა გითხრათ რა ცოტა ხანში როცა ეს ყველაფერი დამთავრდება ის როგორ არის აი ამ თანამედროვე ფეოდალიზმისა და ფარისეულობის დრო მთავრდება და გულათებული ხალხის წინსვლა და გამარჯვების დრო იწყება ამინ